ახალი წელი კი საქართველოს ეკონომიკისთვის უკვე კარგად ნაცნობი პრობლემებით და ლარის კურსის გაუფასურებით დაიწყო. 1 დოლარის საბაზრო ფასი უკვე 2 ლარი და 85 თეთრის მიდამოებშია. წინა საარჩევნო პერიოდში რეკორდულად გახარჯული რეზერვის შესავსებად კი ეროვნული ბანკი манипуляციებს მიმართავს და საკუთარი შეცდომის ფასის გადახდას კომერციულ ბანკებს აიძულებს. დავით კობიძე მოგუყვება, როგორ დაიწყო 2025 წელი ეროვნული ვალუტისთვის და რა პროგნოზები აქვს ეკონომისტებს. სპეციალისტების პროგნოზია არის, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება და ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც უკვე არის ქვეყანაში მიმდინარე თვის მეორე ნახევრიდან და უკვე თვის დასასრულს, თითოეულ ბიზნეს სუბიექტს შეეხება და ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც შეეხება როგორ დაიწყო წელი ეკონომიკური თვალსაზრისით, ის რომ ცუდ მდგომარეობაში ახლა ეროვნული ბანკი ეს მათივე გადაწყვეტილებითაც დასტურდება, რომლის მიხედვითაც გადახარჯული რეზერვების შევსება ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების ხარჯზე გადაწყვიტა, ანუ მაყურებლისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, თუ აქამდე დოლარში გაცემულ სესხებზე ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს თხოვდა 20%-ის დარეზერვებას, ახლა ეს 25%-მდე გაზარდეს, ანუ ის თანხა ახლა, რომელიც რეზერვების სახით აქვს ეროვნულ ბანკს, მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ბანკების ხარჯზე აქვს, ამიტომ როგორც სპეციალისტები და ეკონომისტები განმარტავენ, რეალურად ამ თანხის განკარგვა ვერ შეეძლება ეროვნულ ბანკს და ეს პირიქით ვალდებულებაა კომერციული ბანკების მხრიდან, შესაბამისად რეზერვები ისევ კრიტიკულ ზღვარზეა, ამის გამოა ლარის გაუფასურება, რომლის ტენდენციაც ეკონომისტების ვარაუდით კიდევ უფრო გაიზრდება და უკვე ცალსახაა, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არის ქვეყანაში, უკვე ეკონომიკურ კრიზისად იქცა, ბიზნესები არიან ცუდ მდგომარეობაში, ტურისტების ნაკლებობაა ქვეყანაში, რესტორნები, სასტუმროები არის ტურისტებისგან ცარიელი და ის რომ ჩვენი ქვეყანა არის დასავლური ქვეყნებისგან და ცივილური სამყაროსგან ფაქტობრივად უკვე იზოლირებული, აისახება იმაზეც, რომ არც ერთ მსხვილ პარტნიორს აღარ სურს ინვესტიციის ჩადება ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მოლოდინი არის იმისა, რომ მიმდინარე თვის განმავლობაში ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და თითოეულ ბიზნეს სუბიექტს შეეხება. დეკემბერში დაახლოებით 200 მილიონი დოლარით შემცირდა ჩვენი წმინდა საერთაშორისო რეზერვები. ანუ ჩვენ ვისაუბროთ უმჯობესია არა მთლიან რეზერვებზე, არამედ წმინდა რეზერვებზე, სარეზერვო აქტივებს გამოკლებული შესაბამისი ვალდებულებები და 200 მილიონი ძალიან დიდი თანხაა, რეზერვების 5%-ზე, მთლიანი რეზერვების 5%-ზე მეტია და უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთელ რეზერვებს ვერ გამოიყენებს ბანკი. ამის შედეგები ის არის, რომ მცირდება ჩვენი იმპორტის დაფარვა, ანუ სასურველი დონე სულ მცირე 3 თვით იმპორტის დაფარვა და ახლა უკვე 2 თვის იმპორტის დაფარვას მიუახლოვდა ეს მაჩვენებელი. მთლიანობაში ეს არის ინდიკატორი, რომ ეკონომიკა დაღმართზე დგას. ეს არის ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში დარეზერვებული ვალუტა, რომელიც არის ვალდებულება ეროვნული ბანკის კომერციული ბანკების მიმართ, ანუ ამას ესე მარტივად ვერ გამოიყენებს. თუმცა ფურცელზე რა თქმა უნდა რეზერვები გაიზარდა, არც ეს არის ცუდი, თუმცა მაყურებელი რომ არ შევიდეს შეცდომაში და არ იფიქროს, რომ რაღაცა დიდი საავტო შემოდინებები გქონდა ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში და ამის ხარჯზე გაიზარდა საავტო რეზერვები, ეს ასე არ არის. არსებული პოლიტიკური კრიზისის და ამ იზოლაციის გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო მეტი პრობლემა წარმოიშვას ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა კონკრეტულად მათი ბიზნესისთვის და არ არის გამორიცხული, რომ უკვე იანვრის მეორე ნახევრიდან ეს ეკონომიკური კრიზისი იგრძნოს ყველა ბიზნეს ინდუსტრიას. ბაზარზე ეროვნული ბანკი ხელოვნურად აჩენს უცხოური ვალუტის დეფიციტს. იმის გამო, რომ მან ქაღალდზე რეზერვების, ასე ვთქვათ, დააჩვენოს. და შემდეგ ეს ფიჩის ან რომელიღაც სხვა სააგენტოსათვის, ასე ვთქვათ, რაღაც ვალდებულების შესრულების სახე მიიღოს, რათა ქვეყნის ეროვნული რეიტინგი არ შემცირდეს. ეს არის манипуляция. წმინდა რეზერვები არ გაზრდილა, კომერციული ბანკის მიერ ეროვნული ბანკისთვის დროებით, ასე ვთქვათ, ნასესხები თუ გაყინული ფული, ეს არის ეროვნული ბანკის ვალდებულება კომერციული ბანკებისადმი. ერთადერთი გამოსავალი ამ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან იქნება იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც აქვს სამოქალაქო საზოგადოებას და ახალი არჩევნების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ოლიგარქის რეჟიმის პოლიტიკური ნაბიჯების და მმართველობის პირობებში ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად უფრო მძიმედ შეეხება.